იმ საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის, ვიცით, რომ მეცნიერები ბრძანდებით ყველანი და სანამ დავიწყებ ჩვენ საინფორმაციო დღეს, მე მინდა ვთხოვო ჩვენი ოფისის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ხეცურიანს, რამდენიმე სიტყვით მიესალმოს ჩვენ საზოგადოებას. ბატონ ლევან, თუ შეიძლება. მადლობთ ეკა, მადლობთ წარდგენისთვის. მეც ასევე დღევანდელი დღის მოლოცვით მინდა დავიწყო დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა. გისურვებთ წარმატებებს, განსაკუთრებით საგრანტო წარმატებებს, საგრანტო პროცესში. მეორე განსაკუთრებული დღეა კიდევ ერთი, იმიტომ რომ პირველი შეხვედრა საინფორმაციო ჩემი ამ პოზიციაზე, სულ ერთი კვირაა რაც დავინიშნე, როგორც მოგიხსენებათ. და მნიშვნელოვანია ასევე ესეთ საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომ არის წარმოდგენილი საზოგადოება. ვისურვებდი უფრო მეც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეთ ღონისძიებებზე მეცნიერების ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით შემდეგი წლის დაგეგმვის დროს, იმიტომ რომ შემდეგი წელი გვინდა რომ ბევრად უფრო ფოკუსირებული ვიყოთ იმ ჯგუფებზე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან, იყენებენ ჩვენ სერვისებს, აქვე მნიშვნელოვანია უკაცრავად ხმა შემოდის. აქვე მნიშვნელოვანია მინდა გითხრათ, რომ იცოდეთ რა სერვისებს გთავაზობთ, განსაკუთრებით ესეთი მაღალ პროფესიული ხარისხით, როგორიც ქალბატონი ეკატერინე არის, ჩვენ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდზე თქვენი პროექტები, რომ იყოს ტექნიკურად გამართული, საჭირო საერთაშორისო ურთიერთობები თუ იქნება, ასევე შეგვიძლია ჩვენი NCP-ების ნეტვორკით დაგეხმაროთ და თხოვნა მექნება, რომ ესეთ საინფორმაციო ღონისძიებებზე მაქსიმალურად მიიღოთ მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენთვის უფრო მარტივი იყოს იდენტიფიცირება იმ ჯგუფის, რა ჯგუფზეც გვინდა რომ უფრო კონცენტრირებული და უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ, ასე რომ ვთქვათ, მეტი ეფექტისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობთ დღევანდელ შეხვედრაში. ძალიან კარგია რომ იწერება ეს შეხვედრა, თქვენ ასევე შეგეძლებათ ამ შეხვედრის მოგვიანებითაც ნახვა და გისურვებთ წარმატებებს. მეც აქვე ვარ ეკა, გისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა ბატონ ლევან. მეც გილოცავთ ესეთ მნიშვნელოვან დღეს, არა მხოლოდ საერთაშორისო დღეს, არამედ თქვენ ახალ ამპლუაში და პირველად საზოგადოების წინაშე წარდგით ახალ თანამდებობაზე, ახალ პოზიციაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეროვნული ოფისის ხელმძღვანელობა არის დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მინდა წარმატება გისურვოთ ჩვენთან ერთად, ჩვენ მეცნიერებთან ერთად და აქვე დავძენ, რომ ჩვენი საინფორმაციო დღე არის მიძღვნილი დღევანდელი დღისადმი, ანუ საერთაშორისო მეცნიერების დღისადმი და ალბათ ეს ნიშანდობლივია, ვინაიდან მეცნიერები და მათი გარღვევები მეცნიერებაში არის განვითარების საწინდარი და ამის შესაძლებლობას გვაძლევს ის, სადაც ჩვენ ვართ, ანუ ევროპული კვლევების საბჭო, რომლის შესახებაც მე დღეს რამდენიმე სიტყვით შევეცდები აგიხსნათ და იძლევა იმ შესაძლებლობებს, რომელიც არის ფაქტიურად ყველაზე ძლიერი მთელი ევროპის მასშტაბით. შეგვიძლია კვლევები განახორციელოთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა დაფინანსებით, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი მეცნიერებისათვის. ალბათ მე მიცნობთ, მე ვარ ეკატერინე სანაე, ეროვნული საკონტაქტო პირი ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით და დღევანდელი ჩემი შეხვედრა
არის განკუთვნილი კონკრეტულად კონსოლიდატორი გრანტის საგრანტო კონკურსისადმი. დღევანდელი პრეზენტაცია შესახებ მოკლედ გეტყვით, რომ მოიცავდეს იქნება ზოგადად მიმოხილვას ევროპული კვლევების საბჭოს შესახებ, იმ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა ვაკმაყოფილებდეს, რათა შევძლოთ საპროექტო განაცხადის შეტანა კონკრეტულად კონსოლიდატორ გრანტზე, თვითონ საპროექტო განაცხადის შევსების პროცედურებს შევეხებით და ბოლოს ჩვენ ვისაუბრებთ კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ ასეთი იქნება. ზოგადად დავიწყებ საუბარს იმით, თუ რა არის ევროპული კვლევების საბჭო და სად არის ის წარმოდგენილი Horizon Europe-ის სტრუქტურაში. თქვენ სლაიდზე ხედავთ სტრუქტურას Horizon Europe-ის, სადაც გვაქვს 3 სვეტი, ეს არის ბრწყინვალე მეცნიერების მიმართულება, გლობალური გამოწვევა არის მეორე სვეტი და მესამე არის ინოვაციური ევროპა. და ამ სათავეში არის ბრწყინვალე მეცნიერების სათავეში არის ევროპული კვლევების საბჭო. რა არის ევროპული კვლევების საბჭო და რა არის მისი მიზანი და მისია? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი კვლევას ევროპაში, რომ ხარი დაუჭიროს მკვლევარებს მათ მიერ მართულ მოწინავე კვლევებს ნებისმიერი სამეცნიერო სფეროს მიმართულებით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია და ყველა საგრანტო კონკურსი არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. და დააფინანსოს ისეთი პროექტები, რომლებიც არიან დაფუძნებული მხოლოდ ბრწყინვალების კრიტერიუმით. და რატომ არის ეს ასეთი უნიკალური და რა შესაძლებლობას გვაძლევს ეს ევროპული კვლევების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია. უნიკალურობა მისი გამოიხატება იმით, რომ ბრწყინვალება, სამეცნიერო ბრწყინვალება არის მისი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი. და ის არ იყოფა, მისი დაფინანსება არ იყოფა რაღაც დისციპლინების მიხედვით. ანუ შემოსული პროექტების რაოდენობის მიხედვით ხდება ბიუჯეტის განაწილება. და ასევე უნიკალურს ხდის ევროპული კვლევების საბჭოს ის ფაქტორი, რომ გუნდის წევრი შესაძლებელია იყოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ეს იყოს შესაძლოა მესამე ქვეყნიდან, ასოცირებული ქვეყნიდან თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან. ზოგადად მთლიანი ბიუჯეტი ევროპული კვლევების საბჭოსი არის 16 მილიარდი, რაც Horizon Europe-ის ბიუჯეტის 17%-ს შეადგენს, რაც მერწმუნეს ძალიან დიდი არის. ზოგადად ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო სქემა, დაფინანსების საგრანტო სქემა წარმოდგენილია, სადაც გვაქვს 4 ძირითადი კონკურსი, ეს არის საწყისი ეტაპის გრანტი, სადაც შეუძლია მეცნიერებს შემოიტანონ საპროექტო წინადადება და ამის შესახებ ჩვენ გვქონდა საინფორმაციო დღე სულ რაღაც 1 თვის წინ, ზუსტად 10 ოქტომბერს დაემთხვა და ეს არის ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომელსაც დაცული აქვს ბოლო 2-დან 7 წლის განმავლობაში. შემდეგ არის კონსოლიდატორ გრანტი, რომელზეც დღეს გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის იმ მეცნიერთათვის, რომლებმაც დაიცვეს თავიანთი სადოქტორო დისერტაცია, ანუ მიიღეს ხარისხი 7-დან 12 წლამდე, ბოლო 7-დან 12 წლამდე. არსებობს advance grant და synergy grant, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც აქვს მინიჭებული შენი აკადემიური ხარისხი და ხარ თავისუფალი ამ მიმართულებით, უბრალოდ უნდა იყოს ბრწყინვალე შენი კვლევა და შენი background-ი სამეცნიერო მიმართულებით. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი საპროექტო წინადადება მაინდა-მაინც ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით. მე ხაზი გაუსვამდი იმას, რომ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ თვითონ ვარჩევთ იმ პრობლემას, რომლის გადაჭრა ჩვენ გვსურს. და ევროკავშირი, ევროკომისია ამ შემთხვევაში არ გვითითებს პრობლემის არსს. ის გვეუბნება თვითონ წამოაყენო შენი პრობლემა და თვითონვე გადაჭერი.
ანუ თავისუფალი ვართ მიმართულებების არჩევაში. ეს შეიძლება იყოს კულტურა, ეს შეიძლება იყოს ხელოვნება, ეს შეიძლება იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა. და ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ ფინანსური ავტონომია ამ გრანტის მოპოვების შედეგად 5 წლის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ევროპული კვლევების საბჭოს ის ფაქტორი, რომ ჩვენ თვითონ გვირჩევთ ჩვენ მასპინძელ ორგანიზაციას, ეგრეთ წოდებულ host institutions და ჩვენ უყენებთ პირობებს, რომ თუ თქვენ დამიჭერთ მხარს ჩვენი კვლევის განხორციელებაში, მაშინ მე ჩავატარებ ამ კვლევას თქვენ ინსტიტუციაში. სხვა შემთხვევაში მე შემიძლია ჩემი საპროექტო განაცხადი ერთი ინსტიტუციიდან გადავიტანო სხვა ინსტიტუციაში. ანუ ავტონომია მაქვს ინსტიტუციის ცვლილების. ასევე უნიკალურია ეს მიმართულება იმით, რომ მე შემიძლია ჩემი გუნდის წევრი ავირჩიო და კოლაბორატორი მყავდეს ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. დაფინანსების მიმართულებით გარდა იმ ძირითადი დაფინანსებისა, რასაც იძლევა ევროპული კვლევების საბჭო, ჩვენ შეგვიძლია დაბადებითი დაფინანსება მოვითხოვოთ, რაც უფრო ზრდის შესაძლებლობებს და შეიძლება ფუნდამენტური კვლევიდან წავედეთ უკვე კომერციალიზაციისაკენ, სტარტაპის შექმნისაკენ, ბიზნესისაკენ, რაც სხვა მიმართულებებში შესაძლოა უფრო ნაკლებად არის გამოვლენილი. ზოგადად ის საგრანტო კონკურსები, რომელიც არის ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით, ზოგიერთი დაიხურა, მაგრამ ამჟამად არის გახსნილი, როგორც ვთქვით, consolidator grant, რომლის დედლაინი არის 12 დეკემბერი. დღეს არის 10 ნოემბერი, ჯერ კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი და მერწმუნეთ ეს არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ თუ კი თქვენ გაქვთ რაღაც ინოვაციური იდეა, შეგიძლიათ ეს გააფორმოთ საგრანტო ხელშეკრულებად. წარმოადგინოთ საგრანტო განაცხადი და გამარჯვების შედეგად თქვენ გაგიფორმდებათ საგრანტო ხელშეკრულება. ზოგადად დაფინანსების დონე consolidator grant-ში არის 2 მილიონი. ანუ 5 წლის მანძილზე მე შემიძლია განმავლობაში შემიძლია გავაკეთო კვლევა, რომლის დაფინანსება მაქსიმალურად შესაძლებელია იყოს 2 მილიონი და დამატებით მოვითხოვო 1 მილიონი. ანუ ეხლა პირველივე ეტაპზე წარმოადგინო ბიუჯეტი, სადაც ჩემი დაფინანსება იქნება 3 მილიონი. ანუ მოვითხოვო ევროკომისიიდან 3 მილიონიანი ბიუჯეტი. ზოგადად ამ საგრანტო კოლისთვის, ანუ ეხლა რო არის დედლაინი 12 დეკემბერს, იმისათვის არის გამოყოფილი ბიუჯეტი 584 მილიონი, რაც სავარაუდოდ 291 პროექტს დააფინანსებს. მერწმუნეთ ეს ძალიან მაღალი ციფრია, თუმცა ასევე მაღალია კონკურენცია, ვინაიდან აქვს სხვა უპირატესობები, განსხვავებით მეორე სვეტისა, სადაც ევროკომისია ჩვენ გვეუბნება, რომ ამ პრობლემაზე იმუშავე. ზოგჯერ მეცნიერთა მიერ გადაჭრილი პრობლემები არ შეესაბამება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ამოცანებს, ამიტომ ეს იძლევა თქვენი კვლევის განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობას. შემდეგ მე მინდა წარმოგიდგინოთ ძირითადი დოკუმენტები, იმისათვის რომ წარადგინოთ საპროექტო წინადადება, უნდა გაეცნოთ ამ დოკუმენტებს. ეს არის სამუშაო პროგრამა ევროპული კვლევების საბჭოს, აპლიკაციის ფორმა, რომელიც ასევე უნდა იყოს თქვენთვის ცნობილი და ზოგადად გაიდლაინი თუ როგორ აფასებენ რევიუერები თქვენ პროექტს. ეს სამი დოკუმენტი არის ძალზე მნიშვნელოვანი, რომ იყოს შესწავლილი, რათა ჩვენ სწორად დავსვათ ამოცანა და გავცეთ იმ კითხვებს პასუხს, რის მიხედვითაც აფასებენ ჩვენ საპროექტო განაცხადს. ქვემოთ არის მოცემული ლინკი, თქვენ შეგიძლიათ ამ ლინკით იპოვოთ ეს დოკუმენტები,
რომელიც აუცილებელია იქნეს თქვენს მიერ განხილული, სანამ დაიწყებდეთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობას. შემდეგ არის ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ევროპული კვლევების საბჭოს გარდა Horizon-ის პორტალისა აქვს თავისი ვებგვერდი, სადაც არის ასევე დეტალურად გაწერილი და არის ინფორმაცია, რომელიც არის საჭიროა რომ წაიკითხოთ და იცოდეთ. აქ არის ის დოკუმენტები, რომელიც არის ჩამოსატვირთი გასაცნობად, სანამ დაიწყებდეთ საპროექტო წინადადების მომზადებას. აქვე არის მოცემული ლინკი და თქვენ ამ ლინკით შეგიძლიათ შეხვიდეთ ევროპული კვლევების საბჭოს თავის ვებგვერდზე და დაათვალიეროთ, ნახოთ მისი შესაძლებლობები, დამისვათ კითხვები და ერთად წავიდეთ პროექტის მომზადებისთვის. ზოგადად ევროპული კვლევების საბჭო არის ძალიან მაღალი დონის კონკურსი და ზოგ შემთხვევაში აქვს ერთგვარი შეზღუდვა. შეზღუდვა შეეხება რას? თუ ჩვენ 2022 წელს და 2023 წელს გავუშვით ჩვენი საპროექტო განაცხადი და მან მიიღო შედარებით დაბალი შეფასება პირველ ეტაპზე Consolidated Starting and Advanced Grant-ზე, შეფასება, მაშინ ჩვენ გვეგრძალება წელს გაუშვათ საპროექტო წინადადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2022 და 2023 წელს ჩვენ გავუშვით Synergy Grant-ში, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, როდის ქონდა დაცული, ანუ შეიძლება აპლიკანტი იყოს ვალიდური როგორც Synergy Grant-ისთვის, ასევე Consolidated Grant-ისთვის და იქ მივიღეთ B შეფასება პირველ ან მეორე ეტაპზე, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ ჩვენი საპროექტო წინადადება, ასე რომ თუ ასეთი არსებობს, არ გვაქვს ამგვარი შეზღუდვა, თუ შეფასება, მაშინ არის შეზღუდვა. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ჩვენი განაცხადი იყოს მაღალი ხარისხის, რათა არ მივიღოთ შეფასების პირველ ეტაპზე C, რომ მერე არ იმუშაოს ჩვენზე იმ აკრძალვმა, რომელიც მუდმივად აქვს ევროპული კვლევების საბჭოს. პირველ ეტაპზე C შეფასების შემთხვევაში 1 წელი ჩვენ ერთგვარად გვეგრძალება და გვეუბნებიან გადაამუშავე შენი საპროექტო წინადადება, რათა უკეთესი, უფრო მაღალი დონის პროექტი იქნეს წარმოდგენილი ევროპული კვლევების საბჭოში. შემდეგ ვინაიდან ჩვენ გვაქვს ერთგვარი შეზღუდვა ასაკში არა, როდის დავიცავით, ანუ PhD-ის მიღებიდან 7-დან 12 წლამდე, ასევე არის ერთგვარი შესაძლებლობა, რომ ეს პერიოდი იქნეს გახანგრძლივებული. ეს შესაძლებლობა არის თუ ჩვენ ქონდა ერთგვარი დეკრეტული შვებულება ბავშვის გაჩენაზე, ან დეკრეტული შვებულება ბავშვის მოვლისთვის და არის საკმაოდ დიდი 18 თვე თითო ბავშვზე, ჩვენ შეგვიძლია ეს 7-დან 12 წლამდე პერიოდი გავზარდოთ. ასევე თუ ჩვენ ჯარში ვსახურობდით, ან ხანგრძლივი ავადმყოფობა იყო, მაგ შემთხვევაში თუ წარმოვადგენთ დოკუმენტს, ეს პერიოდი 7-დან 12 წლამდე პერიოდი შესაძლებელია გახანგრძლივებულ იქნეს. მას შესაბამე 7-დან 12 წელი არ არის მკაცრად, თუ ჩვენ დავასაბუთებთ, რომ იყო მიზეზი, რომ მე მქონდა career break-ი. ეს არის წარმოსადგენილი ანექსების სახით, შესაბამისი დოკუმენტის სახით და იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ეს პერიოდი იქნა გახანგრძლივებული. ასევე მე მინდა შევეხო იმას, რომ ეს დაფინანსება, რომელიც ჩვენ გვაქვს Consolidated Grant-ზე 3 მილიონი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნეს დასაბუთებული. მილიონი, რომელიც დამატებით იძლევა 2 მილიონზე, ეს არ არის ერთგვარად კვლევის ნაწილი. ეს უნდა იყოს ის, რომ მე ჩემი კვლევა წავიყვანე ბიზნესისაკენ, წავიყვანე იმისაკენ,
რომ გავაკეთე კომერციალიზაცია, რომლის დასაბუთებას იხლავე მე თქვენ გაძლევთ საპროექტო წინადადების გაგზავნის პერიოდში, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია, რომ დამატებით მილიონი მე მოვითხოვო ძალიან ძვირად ღირებული აპარატურის ხელსაწყო დანადგარის ყიდვისათვის. ასე რომ 3 მილიონი საკმაოდ დიდი ბიუჯეტია და ამავე დროს ცოტა დიდი მოთხოვნებია იმ სამუშაო დროზე, რაცაც მოითხოვს ევროკავშირი ამ პროექტის განხორციელებისათვის. კონსოლიდეიტორ გრანტზე ისინი ჩვენ გვთხოვენ, რომ ჩვენი სამუშაო დროის მინიმუმ 40% იქნეს მიწვნილი ამ პროექტის განხორციელებაზე. ასევე ჩვენი დროის 50% იქნეს გატარებული ევროკავშირის ან წევრ ქვეყანაზე, რაც ფაქტიურად შესაბამისად უნდა იქნეს ასახული შემდეგ ბიუჯეტში. ამაზე ცოტა მოგვიანებით გესაუბრებით, როდესაც შევეხები ბიუჯეტის ნაწილს. ეხლა მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ საიდან უნდა წარმოვადგინოთ ჩვენ საპროექტო წინადადება. ყველა მეცნიერს, რომელიც ინდივიდუალურად წარადგენს ამ თავის საპროექტო განაცხადს, უნდა ყავდეს ეგრეთ წოდებული მასპინძელი ორგანიზაცია. მასპინძელი ორგანიზაცია შესაძლებელია იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი. ეს შესაძლებელია იყოს უნივერსიტეტი, ბიზნესი, NGO, ან სულაც თქვენს მიერ დაფუძნებული რაღაც საწარმო. მაგრამ ის უნდა იყოს დაფუძნებული ევროკავშირის ან ასოცირებულ ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა host institution-ის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასპინძელ ორგანიზაციას გააჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომ ხელი შეუწყოს თქვენ კვლევას, რომელსაც წარმოადგენთ. წარმომადგენლმა ბენეფიციარმა, ფაქტიურად მეცნიერმა, რომელიც ირჩევს თავის host institutions და ითხოვს თანადგომას host institution-ისგან, შესაძლებელია შეცვალოს თავისი ინსტიტუცია, თუ ის ჩათვლის, რომ ინსტიტუცია ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს საკმარისად, ან კიდე შეიცვალა ამოცანის პირობები. თვითონ საგრანტო ხელშეკრულებას აწერს ხელს როგორც პროექტის მიმღები, ინდივიდუალური პირი, ასევე ორგანიზაცია. მაშასადამე ერთგვარი ვალდებულება არის როგორც წარმდგენი მეცნიერისაგან, ასევე host institution-ისაგან, რომ მათ მხარი დაუჭირონ სამეცნიერო პროექტის ბოლომდე მიყვანას. თუმცა host institution-ი შესაძლებელია იქნეს შეცვლილი. თვითონ წარმდგენი და მეცნიერი, რომელიც წარადგენს ეგრეთ წოდებული PI, მისი ცვლილება პროექტში არ ხდება. ის ფასდება თვითონ თავისი background-ით, თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით. ფასდება როგორც მეცნიერი, ასევე მისი საპროექტო განაცხადი. თვითონ მეცნიერს, რომელიც წარადგენს ამ საპროექტო განაცხადს, შესაძლებელია ყავდეს თავისი გუნდი. გუნდის წევრი შესაძლებელია იყოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მაგრამ მისი ჩართვა პროექტში უნდა მოხდეს კონკურსის საფუძველზე, უნდა გამოცხადდეს კონკურსი და მას შეუძლია აიყვანოს ღია კონკურსის ესა თუ ის გუნდის წევრი. ამის შემდეგ მე მინდა გადავიდე პრაქტიკულ ნაწილზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ პროექტის წარდგენა და რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ საპროექტო წინადადების წარდგენა არის ერთეტაპიანი, თუ ჩვენ წინასწარ გვაქვს განსაზღვრული რა კვლევას ვატარებთ და გვაქვს მისი სამეცნიერო ნაწილი დაწერილი, შესაძლოა სულ რამდენიმე საათში მოხდეს მისი ატვირთვა პორტალზე. თუმცა,
რასაკვირველია გირჩევთ, რომ რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოთ პროექტის შევსება, რათა დედლაინი არის მკაცრად განსაზღვრული, ეს არის 5 საათი ბრიუსელის დროით და 1 წამითაც კი არ იქნება ის გახანგრძლივებული. და თუ 5 საათამდე არ არის submission-ი გაკეთებული, მაგ შემთხვევაში პროექტი რასაკვირველია, რაც არ უნდა დადრაფტული იყოს, არ იქნება მიღებული განხილვისათვის. თვითონ პროექტის გაშვება, როგორც გითხარით, არის ერთეტაპიანი და შედგება სულ რაღაც 3 ნაწილისაგან. ეს არის ეგრეთ წოდებული part A, part B1 და part B2 და ანექსები. Part A არის ადმინისტრაციული ფორმა და აბსტრაქტები, რომლებიც შეიცავს ზოგად ინფორმაციას პროექტის შესახებ, მონაწილეების შესახებ, ბიუჯეტის შესახებ და ასე შემდეგ, რომელზეც მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ შემდეგ სლაიდებზე. და ეხლა დავიწყებ საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიპოვო, სად ვიპოვო ეს ჩემი საგრანტო კონკურსი. ალბათ ყველა მიცით უკვე, ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი Funding and Tenders პორტალი, სადაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავსერჩოთ სიტყვა ERC Consolidator Grant. და აქვე ჩვენ დავინახავთ, რომ გამოჩნდება აი ჩვენთვის დღეს ღია კონკურსი ERC Consolidator Grant open for submission. და აქვე არის მოცემული ლინკი, ამ ლინკსაც შეგიძლიათ რომ დააჭიროთ და თქვენ მიხვალთ აი ამ პორტალამდე. ამის შემდეგ გახსნილია ეს სკოლი იმისათვის რომ პროექტები იქნეს გაგზავნილი, როდესაც ქვემოთ დავსკროლავთ, აგერ არის ფანჯარა, სადაც ღილაკი, სადაც ვნახავთ რომ start submission უბრალოდ ვეთანხმებით, რომ სურს ნამდვილად გაუშვა პროექტი Horizon ევროპაში და დაჭერით ღილაკზე start submission, ჩვენ ვიწყებთ პროექტის გაგზავნას საგრანტო კონკურსში. ამის შემდეგ გამოჩნდება პირველი გვერდი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული მთავარი გვერდი, სადაც ჩანს რომ ჩვენ ნამდვილად სწორ ადგილას ვიმყოფებით, ეს არის ERC Consolidated Grant 2024 წლის სამუშაო პროგრამის. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, ეს არის help desk-ი, ძალიან ხშირად დასმული კითხვები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ თუ ამის საჭიროება არის. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ არის ეს ინსტრუმენტი, გვაქვს ეგრეთ წოდებული დაუნლოუდები გვიჩანს აქა, საიდანაც ჩვენ აუცილებლად უნდა ჩამოვტვირთოთ ის ტემპლეიტები, რომლის მიხედვითაც შემდეგ უნდა წარვადგინოთ საპროექტო განაცხადი. ფაქტიურად, შესაძლოა ჩვენ 2 წლის წინ ვცადეთ გაგვეშვა იგივე Consolidator Grant-ზე საპროექტო წინადადება, მაგრამ წლიდან წლამდე ეს ტემპლეიტები იცვლება, ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ პირველივე ეტაპზე ჩამოტვირთოთ განახლებული ახალი ტემპლეიტები საპროექტო განაცხადის შესავსებად. ამის შემდეგ მე მინდა გაჩვენოთ თქვენ მთავარი გვერდი, საიდანაც ვიწყებთ. თუ მე მეცნიერი ვარ რეგისტრირებული პორტალზე, მაშინ მე აუცილებლად უნდა ვიცოდე, უნდა მქონდეს ეგრეთ წოდებული PIC კოდი იმ ორგანიზაციის, საიდანაც ვფიქრობ პროექტის გაგზავნას. აქ გამოგვიჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა ჩავწერო ორგანიზაციის PIC კოდი, ვთქვათ არ მახსოვს, თუ არ მახსოვს იგივე საკვანძო სიტყვებით ან მოკლე სიტყვებით აღწერო ჩვენი ინსტიტუცია, რომელსაც წარმოადგენთ, ვთქვათ, ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, თბილისი ან ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ის ავტომატურად ამოგვიგდებს ჩვენ ინსტიტუციას თავის PIC კოდით. უბრალოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ვალიდურ და validated უნდა ეწეროს ვალიდურ PIC კოდს მიუთითებ. ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ ეტაპზე პროექტ
ვავსებთ ეგრეთ წოდებულ აკრონიმს, ანუ მოკლე დასახელებას ჩვენი პროექტისა და უნდა შევავსოთ აბსტრაქტი. დავწეროთ ჩვენი საპროექტო განაცხადის აბსტრაქტი, რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ 2000 სიმბოლოს. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ აბსტრაქტს, რომელიც ჩვენ პირველივე ეტაპზე ფორმა A შევსების შემთხვევაში დავწერთ, იქნება ხილვადი პროექტის გამარჯვების შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის და ის არ უნდა მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლის მაგალითად დაპატენტებას თქვენ ფიქრობთ და ის უნდა იყოს არც ისე რთულად სამეცნიერო ენაზე დაწერილი. უნდა იყოს პოპულარულ ენაზე მიწოდებული საზოგადოებისათვის. ასევე პირველ ეტაპზე ჩვენ მნიშვნელოვანია შევავსოთ და სწორად შევავსოთ ეგრეთ წოდებული ERC პანელი. ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, ჩვენ ვარჩევთ მიმართულებას, რა მიმართულებაზე შეგვაქვს ჩვენი საპროექტო განაცხადი. ანუ ჩვენ საპროექტო განაცხადს შეაფასებენ ფიზიკოსები, ენათმეცნიერები თუ ხელოვნები, ხელოვნების მეცნიერები. ეს განსაზღვრავს ვისთან მოხდება ჩვენი პროექტი და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად შევარჩიოთ ERC პანელი. ფაქტიურად ეს არის კლასიფიკატორი სამეცნიერო მიმართულებების და ეს კლასიფიკატორი ემთხვევა იმ კლასიფიკატორს, რომელსაც ჩვენ წარმოგვიდგენს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მინდა აღვნიშნო, რომ იყო ადრე 27 პანელი, წელს დაემატა 1 პანელი და ამჟამად ჩვენ შეგვიძლია 28 პანელიდან შევარჩიოთ ყველაზე ახლო ჩვენთვის. ამის შემდეგ მე მინდა გავჩვენოთ ეს პანელები და აქ თქვენ ნახავთ, რომ არის დამატებული სწორედ ის პანელი, რომელიც არის life science მიმართულებით დომენში და social science. რეალურად ეს პანელები იყოფა 3 დომენად: physical science, life science and social science. და social science-ში studies and cultures and arts დაემატა წელს. ეს არის ახალი 2024 წლის სამუშაო პროგრამაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ავარჩიოთ პანელი, ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ მთავარ გვერდზე, ჩვენი საპროექტო განაცხადის და უნდა დავიწყოთ აპლიკაციის შევსება, ანუ ადმინისტრაციული ფორმის ნაწილის შევსება, რომელიც იძლევა ღილაკი edit form A, ანუ edit form A არის ადმინისტრაციული ნაწილი, ხოლო template-დან რომ ჩვენ ჩამოვტვირთავთ ნაწილ B1-ს და ნაწილ B2-ს, ესენი შემდეგ მომავალში უნდა ავტვირთოთ აი ამ part B-ის გასწვრივ და part B2-ის გასწვრივ. ფაქტიურად ეს არის მთავარი გვერდი, საიდანაც ხდება საპროექტო განაცხადის გაგზავნა. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აქვს ეგრეთ წოდებული ღილაკი validate. ანუ სანამ პროექტს ჩვენ გავაგზავნით საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ვალიდაციაზე გავუშვათ და პროგრამა გვიჩვენებს თუ რაიმე გვაკლია, ან რამე არ არის შევსებული, ან რაღაცა გადაწყვეტა გვაქვს, რაც ტექნიკურია, ამის გასწორების უფლება და ხილვადია ჩვენთვის. რაც ძალიან კარგი ინსტრუმენტია მერწმუნდეთ, მე თვითონ როდესაც ვავსებდი ამ ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით ერთ-ერთ საპროექტო განაცხადს, validate-მა მაჩვენა ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული. ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ღილაკი validate. ამის შემდეგ მე გადავდივარ უკვე დეტალურად ადმინისტრაციული ნაწილის ფორმა 1-ის A-ის შევსებას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმა 1 ფასდება მხოლოდ პირველ ეტაპზე, ფორმა 1 და ფორმა B1.
თუმცა ტექნიკურად შეიძლება ასევე პროექტი იქნეს დაწყებული. სანამ ექსპერტებთან წავა საპროექტო განაცხადი, მანამდე უნდა გაიაროს ტექნიკური ექსპერტიზა. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ რამდენად სწორად ადმინისტრაციულ ნაწილში ჩვენ შევავსებთ ამ ჩვენ აპლიკაციას, ამაზეა დამოკიდებული ის ტექნიკურ ექსპერტიზას გაივლის თუ არა. ძალიან მარტივი ფორმა არის. აქვე არის მოცემული სულ რამდენიმე 5 ნაწილია შესავსები და ზემოთ ნავიგატორი იძლევა საშუალებას, რომ შევინახოთ ეტაპობრივად ეს ფორმები. დავუწიეთ ხმას თუ შეიძლება. მადლობთ. მარტივად არის ნავიგაცია ამის შესაძლებელი. აგერ გვაქვს table of content-ი, სადაც არის general information, participants, budget, ethica და security და other questions 5 ძირითადი კითხვა, რომელსაც უნდა ჩვენ უპასუხობთ. ვაჭერ ღილაკ shows და ვიწყებ შევსებას. თავიდან ვიწყებ general information და აქვე სლაიდზე უკვე თქვენ გიჩანთ თუ როგორ გამოიყურება ეს general information. ძალიან მარტივი რამ არის, მხოლოდ პროექტის სახელწოდებას უთითებთ, რა ხანგრძლივობისაა პროექტი, ჩვენ ვიცით რომ მაქსიმუმ 5 წლიანი შესაძლებელია იყოს და უბრუნდები იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენ უნდა შევარჩიოთ. ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ პირველადი მიმართულება და შეგვიძლია შევარჩიოთ მეორადი მიმართულება. თქვა ჩვენი კვლევა არის ინტერდისციპლინარული, ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთესად ვიცით, რომელი არის პირველადი primary პანელი და secondary პანელი. პანელები არის ჩამოთვლილი, ჩამოშლით და შევარჩევთ ჩვენს მიერ არჩეულ პანელს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ პანელების მიხედვით keyword-ები. თვითონ გვაძლევს ის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევარჩიოთ 4 ძირითადი keyword-ი შესაბამისი პანელის მიმართულების ქვეშ. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თავისუფლება ასევე keyword-ები იქნეს მითითებული ის keyword-ები, რომელიც არ არის ამ პანელში, არ არის ჩამოთვლილში, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ეს keyword-ები არის ერთ-ერთი ძირითადი keyword-ი ჩვენი საპროექტო წინადადების. ანუ ფაქტიურად ევროკომისია და პანელი თვითონ მითითებს keyword-ს, მაგრამ ამავე დროს დამატებით მე ასევე მაქვს თავისუფლება ჩემი keyword-ების შევსების. ეს არის ფორმა ის ადმინისტრაციული ნაწილის general information-ის ტექნიკური მხარე. გავაგზავნებ მე ასევე იმაზე საუბარს, რომ აქვე უნდა შევავსო ის აბსტრაქტი, რომელიც მე თავიდან შევავსე, ფაქტიურად შესაძლოა აქაც გამომიჩნდება და რომელიც უკვე შევსებული მაქვს და დავზუსტდები, რომ 2000 სიმბოლო არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება იქნეს აბსტრაქტში ჩაწერილი. ვავსებ დეკლარაციას, ეს არის დეკლარაცია იმაზე, რომ მე ნამდვილად სწორ ინფორმაციას ვაწვდი, ანუ იმ ჩემი საპროექტო განაცხადი არის ჩემს მიერ დაწერილი, რომ ეს არ ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც იგრძალება ევროკომისიაში იქნეს შეტანილი, ეს არის არა სამშვიდობო მიმართულების კვლევები და ეს ტექნიკური დეტალური დეკლარაცია არის ამ შესავსები. ამის გარდა part A-ში გვაქვს შესავსებები ეგრეთ წოდებული ნაწილი, რომელიც არის საორგანიზაციო საკითხი, ანუ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც მე წარმოვადგენ, აქვე უნდა შევავსო ამ ორგანიზაციის საკონტაქტო პირი, ვინ არის contact person details, მის შესახებ ინფორმაცია მაქვს თუ არა, gender equality
პლანი, შესაძლოა რომ პირველ ეტაპზე მე არ მქონდეს ეს წარმოდგენილი, მაგრამ პროექტის დაფინანსების დროს, მას შემდეგ რაც მე უნდა მოვაწერო ხელშეკრულებას, ხელი ამ ეტაპზე მე ვალდებული ვარ, რომ ორგანიზაციას გააჩნდეს gender equality პლანი. ეტაპობრივად გზადაგზად შეგახსენებთ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ვალიდაცია, რათა არ გამოგჩეს რამე მნიშვნელოვანი ნაწილის შევსება. ასე მაგალითად, მე შეგნებულად არ შევავსე რაღაც ნაწილი და აგერ გაძლევთ თქვენ ნიმუშად მაგალითს, რომ აი მაგალითად პროექტის შევსების დროს მე არ მქონდა შევსებული სახელი ჩემი მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლის, არ მქონდა შევსებული სხვა დეტალური ინფორმაცია და ვალიდაციის დროს ენის სახით იქნება ეს წარმოდგენილი. ამიტომ ეტაპობრივად, როდესაც თქვენ ავსებთ ფორმა A-ს ადმინისტრაციულ ნაწილს თქვენი საპროექტო წინადადებისა, დრო და დრო გააკეთეთ ვალიდაცია, რათა იქნეს სრულად გზადაგზა დაინახავთ რა მოთხოვნებია, რა იქნებ დამატებით, რამე გამომრჩა, არის აქ ნაწილი, რომელიც არის წითლად და მაქვს ვალდებულება, რომ ეს ნაწილი იყოს შევსებული, არის ნაწილი, რომელიც არის ყვითლად, სადაც სასურველია ეს ნაწილი იქნეს შევსებული, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ ვალიდაცია მოხდეს ფაქტიურად თითო ფორმის შევსების შემდეგ, რათა ბოლო დედლაინის დღეს არ დაგვავიწყდეს, რომ მე ვაიმე ეთიკის რაღაც ანექსი არ მაქვს და ვერ ვასწრებ მის გაკეთებას. ამის შემდეგ მე გადავალ იმაზე, თუ რა ხშირად შეცდომები მოსდით აპლიკანტებს შევსების დროს. შევსების დროს ჩვენ არ უთითებთ ხოლმე ძირითად ინფორმაციას contact information about the host institution. ყველა ინსტიტუციას უნდა გააჩნდეს გარდა ლიერისა და ვიცით ჩვენ ალბათ ჩვენ ინსტიტუციაში ვინ არის ლიერი, ასევე contact person-ი. უნდა მივმართოთ ჩვენ ხელმძღვანელობას ადმინისტრაციას ჩვენი host institution-ის და უნდა ვთხოვოთ ვინ არის contact person და დავარეგისტრიროთ ის პიროვნება, ვინაიდან ვალიდაციას ვერ გავივლით თუ ეს ინფორმაცია არ იქნება შევსებული. აქ არის დეტალურად ნაჩვენები თუ როგორ უნდა შევიყვანოთ, სახელი, მამის სახელი, გენდერი, მისამართი და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან ტექნიკურად მარტივია, უბრალოდ რაიმე არ იქნეს დაშვებული შეცდომა და შეუხსებელი დარჩენილი part A-ში, ანუ ადმინისტრაციულ ნაწილში. აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული other question-ები. other question-ებში არის ის, რომ გვეკითხებიან ჩვენ ამ ჩვენ საპროექტო განაცხადში, ჩვენი პროექტის რა დროს დაუთმობთ ამ კვლევებს? რა პროცენტს დაუთმობთ? რა დროს გავატარებთ ჩვენი დროის ევროკავშირის ან ასოცირებულ ქვეყანაში და აქვე არის მინიშნება და ნათქვამი, რომ consolidated grants-ში თქვენ ხართ ვალდებული მინიმუმ 50% თქვენი დროისა გაატაროთ ევროკავშირის ან ასოცირებულ ქვეყანაში, ხოლო თქვენი სამუშაო დროის 40% უნდა მიუძღვნათ თქვენ საპროექტო წინადადებას. აქვე არის აღსანიშნავი, რომ ისევე როგორც რუსთაველის ფონდში ჩვენ შეგიძლია დავასახელოთ რევიური არასასურველი ექსპერტი, აქაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩავწეროთ და მოვნიშნოთ ის რევიუერი, რომელიც ვთვლით, რომ არასასურველია და აუცილებლად ევროკომისია ამას გაითვალისწინებს.
ეს არის ფაქტიურად ძირითადი ისეთი ადმინისტრაციული ნაწილები, მაგრამ ასევე არის შესავსები ადმინისტრაციულ ნაწილს მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ბიუჯეტი ჩვენი საპროექტო განაცხადის. რას მოიცავს ბიუჯეტი? ბიუჯეტი შეიძლება იყოს personal cost-ი, subcontract cost-ი, purchasing cost-ი, ეგრეთ წოდებული other cost-ი და indirect cost-ი. თვითონ მოთხოვნა ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულების არის კატეგორიული და მკაცრი, რომ 25% იყოს ეგრეთ წოდებული indirect, ანუ ინსტიტუციური cost-ი. რომელსაც ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის ბიუჯეტის ნაწილი, რომელიც გექნებათ შესავსები, ავტომატურად ითვლიდეს იქნება პროგრამა. თუ ჩვენ ჩავწერთ აქ დაახლოებით იმ თანხებს, რომელიც არის, ვთქვათ, PI cost-ი, staff-ის, travel-ი და ასე შემდეგ, indirect costs პროგრამა, ანუ პორტალი ავტომატურად დათვლის. მაგრამ აქვე ჩვენ დეტალურად უნდა დავწეროთ ჩვენი პროექტის justification-ი. ანუ რისთვის ვითხოვთ ამ ჩვენ დაფინანსებას. სხვაგან სხვა ნაწილში ესეთი დეტალური justification-ი ბიუჯეტის არ იწერება. თუ ჩვენ ვითხოვთ 2 მილიონზე დამატებულ additional რო არის ცალკე მუხლი 1 მილიონი, იმის დასაბუთებაც აქვე უნდა იქნეს აღწერილი. ფაქტიურად ბიუჯეტის დასაფუძვლება და მისი ფინანსები ივსება ადმინისტრაციულ ნაწილში, რომელსაც ქვია Part A. ფაქტიურად ეს არის ძირითადად ბიუჯეტი, ეთიკის საკითხები, ასევე ძირითადი ინფორმაცია ინსტიტუციის შესახებ, ინფორმაცია მონაწილის შესახებ არის ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც ელექტრონულად ივსება, ცალკე დოკუმენტი ამისათვის არ უნდა შევქუნათ და ევროკომისია ფაქტიურად ამოწმებს ადმინისტრაციულად ვალიდურია თუ არა. მაგრამ ვალიდურია თუ არა ჩვენი საპროექტო განაცხადი, ჩვენ შეგვიძლია validated-ით შევამოწმოთ და ვნახოთ თუ რაიმე გვაკლია. ამიტომ პირველი ნაწილის შევსება არის ხდება ელექტრონულად კომპიუტერთან შდობით, სულ რამდენიმე საათი მაქსიმუმ შესაძლოა დაგჭირდეთ ამის შესავსებად. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი სამეცნიერო განაცხადის გაკეთება და იმის ჩვენება თუ რა საპროექტო წინადადებას წარმოვადგენთ. ფაქტიურად საპროექტო განაცხადი შედგება ეგრეთ წოდებული მოკლე ფორმისაგან და უფრო ვრცელი ფორმისაგან, რომელიც იყოფა Part B-A და Part B-2. ამ ფორმებს აქვს თავისი ტემპლეიტები და აქ არის მოცემული ლინკი, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გადმოგვირთოთ ეს ტემპლეიტები და Part B1 შედგება სულ რამდენიმე ნაწილისაგან. ეს არის cover page, ეს არის extended synopsis, რომელიც არის სულ რაღაც 5 გვერდი, თუმცა ლიტერატურა ამაში არ ითვლება, CV 2 გვერდი, funding ID არ ითვლება, რამდენიც ჩვენ გვინდა და track record-ი ასევე 2 გვერდი. ფაქტიურად ჩვენი Part B1 შესაძლებელია შედგებოდეს 10-12 გვერდისაგან სავარაუდოდ. იმიტომ რომ CV-ში მაქვს შეზღუდვა, funding ID-ში მაქვს შეზღუდვა მაქვს synopsis-ის 5 გვერდი და cover page-ი ფაქტიურად ეს იგივეა რაც Part A-ში. და ამის template-იც მოცემულია, როგორც მე უკვე გითხარით. ამის შემდეგ მოდით ცოტათი შევეხები რა არის ეს cover page-ი, რა არის extended synopsis-ი და ასე შემდეგ. ფაქტიურად cover page-ი არის იგივე აბსტრაქტი, რომელიც ჩვენ უკვე შევავსეთ, სადაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი კვლევა არის ძალიან აქტუალური, მაგრამ ძალიან მოკლედ უნდა გავაკეთოთ ეს 2000 სიმბოლოში. სასურველია რომ ვაჩვენოთ ეს არის ინტერდისციპლინარული
კვლევა, რომელიც იქნება ღია ფართო საზოგადოებისათვის. შემდეგ არის extended synopsis, რომელიც არის მაქსიმუმ 5 გვერდი, ანუ ჩვენი საპროექტო წინადადების მოკლე აღწერა, რომელიც უკვე პანელის წევრები დეტალურად სწავლობენ, დეტალურად კითხულობენ ამას და ის უნდა იყოს მიმზიდველი პანელის წევრებისათვის, რათა მათ მოისურვონ თქვენ გადაგიყვანოთ მეორე ეტაპზე და უკვე რთული, უფრო სრული საპროექტო წინადადებას გაეცნონ თქვენ. შემდეგ არის CV ორგვერდიანი, რომელსაც მე გაჩვენებთ, track record-ი ასევე ორგვერდიანი და funding ID-ის შესახებ. Abstract-ზე მე ცოტაოდენი გითხარით, მინდა გავჩერდე extended synopsis-ი. Extended synopsis-ი არის ფაქტიურად ის მიღწევები, რომელიც ეუბნება თქვენ წამკითხველს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი საპროექტო წინადადება და რამდენად თქვენ გაქვთ უკვე ბექგრაუნდი ამ მიმართულებით, ეს უნდა იყოს ფაქტიურად state of art-ი, აქტუალობა წარმოდგენილი და კომბინაცია თქვენი ძველი კვლევებისა იმ კვლევასაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და აქვე უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ შეგწევთ უნარი წარმოდგენილი პრობლემის გადაჭრის და ხართ ექსპერტი ამ თქვენ დისციპლინაში. უნდა იყოს აბსოლუტურად აკადემიურად დაწერილი, არ უნდა მოიცავდეს ჟარგონებს და უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ERC-ის ენაზე წარმოდგენილი, რომელიც მაგალითსაც მე ცოტა მოგვიანებით გავჩვენებთ და გავჩვენები ახლა თქვენ CV-ზე. აი ამ CV-ის ლიმიტი ვთქვით არის 2 გვერდი და ძალიან რთულია ზოგ შემთხვევაში CV წარმოადგენო 2 გვერდად, თუმცა მას აქვს თავისი template-ი. უნდა აჩვენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც არის ბოლო 5 წლის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ კარიერ ბრეიკი, ესეც უნდა იყოს CV-ში რაღაცნაირად ნაჩვენები და თუ COVID-19-მა ასევე მოახდინა რეაგირება თქვენ კარიერულ წინსვლაზე, ესეც იქნება მნიშვნელოვანი, რომ ვაჩვენოთ CV-ში, რომ არ ჩაგვითვალონ რაღაც ნაკლად თუ გვაქვს წყვეტა ჩვენ პუბლიკაციებში ან შრომებში. აქ მე გაჩვენებთ თქვენ ეგრეთ წოდებულ templates, რომელიც არის ჩამოტვირთული და თქვენ ჩამოტვირთავთ საპროექტო განაცხადის შევსების დროს, საკმაოდ მარტივი ფორმა არის, თვითონ გეუბნებიან სად რა ჩაწეროთ და ვიცით რომ 2 გვერდია ამის ლიმიტი და მე ახლა გაჩვენებთ ერთ-ერთი წარმატებული აპლიკანტის CV როგორ იქნა წარმოდგენილი. ეს არის მისი CV, აქვე არის მითითებული მაქვს ლინკი, ამ ლინკზე შეგზანდებით და დეტალურად გაიცნობით, ეხლა ნაკლები დროა რომ დეტალურად ჩავიაროთ ჩვენ ამ მეცნიერის CV თუ როგორ აღწერა და თქვენ თვითონ თავად შეგიძლიათ ნახოთ რამდენად მოკლედ ლაკონურად და მნიშვნელოვანი ასპექტები აჩვენა მან თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ამ 2 გვერდში. Funding ID არის ასევე შესავსები. Funding ID ეს ფაქტიურად არის ის თუ რა პროექტები მქონდა მე მოპოვებული სანამ წარმატგენდი საპროექტო წინადადებას და ასევე მას შემდეგ რაც წარმატგინე გაშვებული მაქვს, მაგრამ ჯერ არ არის დაფინანსებული. ანუ ფაქტიურად შეშვებულია სხვა საგრანტო დაფინანსების წყაროსთან დაფინანსებით. ანუ ფაქტიურად ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი იმაში, თუ რა დაფინანსება მიგვიღია წარსულში და რას ველოდებით. ასევე მე აქ გაჩვენებთ სხვა ნიმუშს CVC, რომლის ლინკები ასევე არის მოცემული, შეგიძლიათ შეხვიდეთ. ეს არის გამარჯვებული კონსოლიდეიტორის გრანტის აპლიკანტების და ეგრეთ წოდებული track record-ი. Track record-იც არის part B1-ის ნაწილი.
სადაც აქაც გვაქვს ლიმიტი სულ 2 გვერდში უნდა იქნეს ეს მაქსიმალურად დაწერილი და უნდა კონსოლიდატორი გრანტისთვის გვაქვს მოთხოვნა რომ მაქსიმუმ 10 პუბლიკაცია მინიმუმ უბრალოდ მინიმუმ 10 მნიშვნელოვანი პუბლიკაცია ვაჩვენოთ. და აქ არის შემთხვევები, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაცია არის, მაგრამ ეს არ არის მაღალ რეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნებული. ევროპული კვლევების საბჭომ შემოიღო ეგრეთ წოდებული დორას პრინციპები, რაც გვეუბნება იმას, რომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენი პუბლიკაცია იყოს მაინც ძალიან მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში, მაგრამ მე თუ აღწერ, რომ ეს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა არა მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში, მაგრამ ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულება, ის არის მნიშვნელოვანი. ანუ ფაქტიურად ჩვენ track record-ში უნდა დავწეროთ, რომ ძველი პუბლიკაცია მოიტანა მნიშვნელოვანი იმპაქტი სოციალური ან სამეცნიერო ამ კვლევაში და ჩემი სამეცნიერო ბექგრაუნდი იძლევა იმის შესაძლებლობას და მაქვს მე იმისი skills-ი, knowledge-ი, რომ შევძლო ჩემი ამბიციური გეგმის განხორციელება. ფაქტიურად აფასებენ ადამიანის პიროვნების მეცნიერის CV-ს, track records და funding ideas. ანუ ფაქტიურად ჩემ background-ს აი ამ რაღაც შესაძლოა სულ 4-5 გვერდის მეშვეობით. ამიტომ ეს 4-5 გვერდი მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნეს აღწერილი და ახაც მე მოგიტანეთ თქვენ ნიმუში ერთ-ერთი წარმატებული პროექტანტის track record-ი როგორ იქნა შევსებული, აი რამდენად მან ლაკონურად შეძლო და დაწერო, თქვათ, ამ ჟურნალში გამოქვეყნებული, ამა თუ იმ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც აქვს ამდენი ციტირება, მოიცავს ამ კვლევას და მე რო ვარ ამ კვლევის ჩემი პუბლიკაციის corresponding ავტორი, ან ვიყარი key speaker-ი რაღაც მნიშვნელოვან კონგრესზე, ანუ ფაქტიურად ჩემი ძირითადი მიღწევები უნდა იქნეს აი ამ track record-ში მაქსიმუმ 2 გვერდში აღწერილი. აგერ არის ასევე მოყვანილი შემდეგი ნიმუში, აქ არის ლინკები შეგზანდებით და თქვენ გაიცნობით უფრო დეტალურად წარმატებული პროექტის ნიმუშებს. შემდეგ გადავდივარ უკვე მეორე ნაწილზე, ანუ შეფასების პირველ ნაწილზე, როდესაც შეაფასეს ჩემი part B1 იქ მიიღო A შეფასება, მეცნიერებმა, ექსპერტებმა, პანელის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მე ვიმსახურებ, რომ გადავიდე მეორე ეტაპზე ჩემი შეფასების და უკვე უნდა წარმოვადგინო მე ჩემი სრული საპროექტო წინადადება, რომელიც მოიცავდეს იქნება გეტყვით მეთოდოლოგიას, ასევე მოიცავდეს იქნება ინფორმაციას თუ რა რისკები არის ამ პროექტის განხორციელებისას და როგორ ვაპირებ მე ამ რისკების მენეჯმენტს, გადავჭრა ეს პრობლემები. მნიშვნელოვანია ასევე ვაჩვენო თიმი, თუმცა არ არის აუცილებელი მე კონკრეტულად ესა თუ ის პიროვნება დავასახელო, უნდა დავწერო, რომ ჩემ საპროექტო განაცხადს შეასრულებენ ჩემთან ერთად ძლიერი გუნდის წევრები, რომლებიც შედგება ამ და ამ მიმართულების ან ქვედისციპლინების, ინტერდისციპლინებს შორის კვეთაში ყოფი სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან ძალიან მაღალი რანგის და შერჩეული იქნებიან რაღაც ღია კონკურსის საფუძველზე და ასევე უნდა დავასაბუთო ის, რომ ბიუჯეტი, რომელიც არის მოთხოვნილი, არის საკმარისი ჩემი ამბიციური გეგმის გადასაჭრელად. აგერ არის მოცემული ნიმუში, ანუ template-ი part B2-ის consolidated grant-ის თვითონ არის ის ტექნიკური მოთხოვნები აქვე დაცული, თუ რა არის მისი ფორმატი
და როგორი არის აი რა სექციებისაგან შედგება, აგერ funding guide თუ როგორ უნდა იქნეს შევსებული მისი ფორმა და გადავდივარ უკვე ანექსებზე. Ფაქტიურად მე შევავსე ჩემი საპროექტო განაცხადი, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე თანდართული დოკუმენტები იქნეს მიწოდებული, თუ ჩემი საპროექტო კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც არის ეთიკის საკითხები და ეთიკის კომისიაზე უნდა იქნეს გატანილი, ეს დოკუმენტები უნდა იქნეს ატვირთული ანექსების სახით. თუ მე მაქვს extension-ი 7-დან 12 წლამდე უფრო მეტი, ვთქვათ, maternity leave-ი ან იგივე ჯარში მსახურებისათვის, ეს დოკუმენტიც უნდა იქნეს ატვირთული ანექსის სახით. მე აუცილებლად უნდა გამაჩნდეს ეგრეთ წოდებული host institution letter-ი, რომელზეც მე გესაუბრეთ. ამას აქვს თავისი დრაფტი, რომელიც ასევე იტვირთება participant პორტალისაგან, უბრალოდ ვავსებთ ამ დრაფტს, ეს იწერება ინსტიტუციის ბლანკზე, ეგრეთ წოდებულზე, ისმება ბეჭედი, თარიღი და signature person-ი აწერს ამას ხელს, შემდეგ ჩვენ ამას ვაპდf-ებთ და ანექსის სახით უნდა ავტვირთოთ ჩვენ პორტალზე. აი host institution letter-ის template-ია მოცემული და ყველა დოკუმენტი, რომელიც შევქმენი, ეს არის ფორმა part B1, ფორმა part B2, ანექსები, host institution letter-ი გარდაიქმნება PDF დოკუმენტად და ამის შემდეგ ხდება მისი ატვირთვა აი ამ მთავარ გვერდზე, რომელიც მე გაჩვენეთ ამას წინათ. აქ აქვს upload-ი, ზომაში დიდი არ უნდა იყოს, ზუსტად არ მახსოვს სიმართლე გითხრათ ეხლა რა ზომაა, მაგრამ თუ დიდი ზომის არის, მაგ შემთხვევაში გაგიცითლებთ, გეტყვით რომ არა დიდი ზომისაა და მოგიწევთ ზომაში დაპატარება. თქვენი part B1-ის საპროექტო განაცხადის შევსებისას, დაწერისას ხართ თავისუფალი, რომ ჩასვათ სურათები, გრაფიკები და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლოა, რომ დიდი ზომის ფაილი გამოგივიდეთ, ამიტომ შეეცადეთ, რომ არ იყოს ძალიან დიდი ზომის, რათა მე მოგიწევთ მისი ზომის ტექნიკურად დაპატარავება. ფაქტიურად აქ ავტვირთავთ ყველა ძირითად დოკუმენტს და ამ შემთხვევაში ასევე PhD სერტიფიკატს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვარჩვენოთ, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებთ კონსოლიდეიტორის გრანტის მოთხოვნებს და ვждებით 7-დან 12 წლამდე, თუ არ ვждებით და გვაქვს extension პერიოდი, ასევე ანექსის სახით ამას ვტვირთავთ აი ამ ძირითად submission გვერდზე და თავიდანვე გავაკეთოთ ვალიდაცია, ვნახავთ, რომ ყველაფერი ვალიდირებულია და შემდეგ ვაჭერთ ხილაკ submit-ის შემდეგ გამოგვივა ეგრეთ წოდებული ფანჯარა, სადაც მოგცემს ჩვენ European Commission digit numbers, ანუ კოდს, რომელიც მოენიჭა ჩვენ პროექტს, რომლის შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია შემდეგ მოვიკითხოთ ჩვენი პროექტი, მოვიპოვოთ ინფორმაცია, ჩამოვტვირთოთ პროექტი, შევცვალოთ არ შეგვიძლია, რასაკვირველია, იმიტომ რომ უკვე პროექტი არის დასაბმიშნებული და 12 დეკემბრის 5 საათამდე ბრიუსელის დროით ჩვენ თავისუფალი ვართ, რომ ვცვალოთ, თუ არა გვაქვს რასაკვირველია საპროექტო წინადადება ბოლომდე გაგზავნილი. სულ ტექნიკურად ეს არის, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პროექტი გაუშვათ და იყოს ვიმედოვნებ წარმატებული იქნება. აქ არის მნიშვნელოვანი ლინკები, რომელიც თქვენ შესაძლებელია გამოგადგეთ და შეგიძლიათ ამ ლინკებით ჩამოტვირთოთ პროგრამა, ევროპული კვლევების საბჭო ყოველ წელს ახალ პროგრამას
წარმოადგენს ხოლმე და აქ არის განახლებული პროგრამები, აქ არის წარმოდგენილი ტემპლეიტები და ყველა საჭირო მნიშვნელოვანი ლინკი, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ საპროექტო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ეგრეთ წოდებულ ERC-ის dashboards. Dashboards-ზე თქვენ შეგიძლიათ სრულად იპოვოთ ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების შესახებ, მათი ბიუჯეტების შესახებ, ვინ არის ავტორი პროექტის, რა ბიუჯეტი დაფინანსდა და შემდეგ უკვე შევძლოთ აი ამ საპროექტო წინადადების საპროექტო განაცხადის ვებგვერდზე შესვლა და სრული ინფორმაცია მოვიპოვოთ. მინდა გითხრათ, რომ გამარჯვებულ პროექტს აქვს ვალდებულება, რომ შეიქმნას ვებგვერდი და იქ იქნეს წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის რეპორტები, ინფორმაცია აქტივობების შესახებ, ასე რომ თქვენ ხართ თავისუფალი იმაში, რომ მოიპოვოთ ნებისმიერი გამარჯვებული პროექტის შესახებ მოკლე აღწერილობა, მიღწევები, ვინ არიან ავტორები, დაუკავშირდეთ ამ ავტორებს, თხოვოთ მათ კონსულტაცია, მაგრამ მანამდე ასევე მე მინდა მოგიწოდოთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დამიკავშირდეთ მე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია არის მოცემული თქვენს ეკრანზე, ემეილიც არის აქვე მითითებული, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მზად ვარ და მოხარული ვიქნები, რომ დაგეხმაროთ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შეგიწყოთ ხელი, რომ წარმატებული პროექტი იქნეს გაგზავნილი და საქართველოს ყავდეს არაერთი ბენეფიციარი ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით. ფაქტიურად სულ ეს იყო, რაც მინდოდა მე თქვენთვის დღეს მომეწოდებინა ინფორმაცია. იმედია ძალიან არ დაგღალეთ და მზად ვარ გიპასუხოთ კითხვებზე ასეთი არსებობის შემთხვევაში. ძალიან გთხოვთ არ მოგერიდოთ. ვიცი რომ ძალიან დიდი ინფორმაცია ფაქტიურად ერთი მოსმენით, ერთი გაგებით ამის მთლიანად აღქმა რთულია. ვიდეო ჩანაწერი ამისი გავრცელდება ჩვენ YouTube არხზე. თქვენ გაქვთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, მე მზად ვარ ვიმუშავო ბოლომდე თქვენთან ერთად, სანამ ჩვენ არ გავუშვებთ საპროექტო განაცხადს. შემდეგ უკვე მე არ მაქვს იმის ბერკეტი, რომ რამენაერად დაგეხმაროთ. გისურვებთ ყველას წარმატებას და გისმენთ, მზად ვარ გიპასუხოთ კითხვებს. მადლობთ. შეიძლება ქალბატონო ეკატერინე შეგეკითხოთ. ისმის ჩემი ხმა, ხო? მე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ მათემატიკის დარგში. ხო, და ვარ ასაკოვანი უკვე, იცით, 71 წლის. ხო, მე შემიძლია ვიყო principal investigator თუ არა? მოგახსენებთ. თუ თქვენ დაცული გაქვთ 7-დან 12 წლამდე და ის extension და ამ დროს ვერ ეტევით არა ეგ რაღაც ქალბატონო ეკატერინე რაღა დროს ეგ არის 1980 წელს ვილნიუსში დავიცავი და 95 წელს სადოქტორო საქართველოში დავიცარი, ასე რომ მაგაზე საუბარი არ არის. უბრალოდ ასაკს გეკითხებით, შემიძლია ასაკით არა ვართ შეზღუდული? არა ვართ ასაკით შეზღუდული, თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად არ არის პირიქით. თქვენი მიღწევები სამეცნიერო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თქვენ თამამად გააკეთოთ თქვენი საპროექტო განაცხადი, მაგრამ არა starting და consolidators grant-ზე რასაკვირველია, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა advance grant-ზე გააკეთოთ საპროექტო განაცხადი. აი consolidator-ზე რატო არ შეგვიძლია? იმიტომ რომ თქვენ უნდა გქონდეთ დაცული ბოლო 7-დან 12 წლამდე. ეგ მოთხოვნა არის ესე. ეს არის მოთხოვნა.
მაგრამ advance grant-ზე არ აქვს მნიშვნელობა თქვენ როდისაა გაქვთ დაცული და რა საკითხს ბრძანდებით. Advance grant-ი გამოცხადდება სულ მალე დეკემბერში, რომლის შესახებ ჩვენ გვექნება საინფორმაციო დღე, ეს ინფორმაცია გავრცელდება თქვენ უნივერსიტეტში, ჩვენ პორტალზე და არაერთხელ დაგიკავშირდებით ამის შესახებ. თქვენ წაიყვანთ მაგ ვებინარს, ქალბატონო. აი პირადად თქვენ წაიყვანთ. ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით, როგორც გითხარით, არის 4 გრანტი, 4 საგრანტო კონკურსი, რომელსაც მე ვუწევ კოორდინაციას საქართველოსთან შესაბამისად იმ საგრანტო კონკურსში, სადაც თქვენ ხართ ვალიდური და ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ ყველაზე უახლოესი იქნება advance grant-ი, რომელიც დეკემბერში გამოცხადდება. მე გაგიწევთ და deadline-ი დაახლოებით როდის იქნება მისი? აი დეკემბერში გამოცხადდება და გაზაფხულზე იქნება. მაშინ 1-2-3 შეკითხვას მოგცემთ, შეიძლება ჩვენი აუდიტორიისთვისაც საინტერესოა და სულ 2-3 წუთს წაგართ, დიახ. დიახ. ხო. აი ამ advance grant-ში რახან ესე იგი consolidator grant გამოირიცხა, საინტერესო რა არის? ხელფასები ჩვეულებრივი იქნება თუ არ იქნება? მასშტაბი, თქვათ, principal investigator თქვენ როგორც ამბობთ advance grant-ში და ის მეცნიერები, მკვლევარები, ვინც ჩართულ ხელფასს აიღებენ თუ არა? რა საკვირველია ბატონო ჩემო, აუცილებლად ევროპული კვლევების საბჭო ითვალისწინებს სახელფასო დაფინანსებას, ეგრეთ წოდებულ fundings for participants ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ხელფასი როგორც ძირითადი მონაწილისთვის, ასევე იმ პერსონალისთვის, რომელსაც თქვენ მოიწვევთ თქვენ გუნდში, მაგრამ ამავე დროს მე მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ ეს პროცენტი თქვენი ხელფასის უნდა იყოს კორელაციაში იმ დროსთან, რომელსაც თქვენ გაატარებთ ამ პროექტზე მუშაობის დროს. მაგალითად, advance grant-ზე თქვენ მინიმუმ თქვენი დროის 30% უნდა გასაგები. ამ საპროექტო წინადადებას. კი ბატონო, ეხლა რა გვაინტერესებს, ბოდიშ ვიხდი რომ მე შეგაწყვეტინეთ. მაინტერესებს ესეთი რამე, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თქვათ გავიმარჯვეთ გრანტში. რა პროცენტს იღებს ამ grant-იდან? აი ამ შემთხვევაში თუ მე გავიმარჯვე ამაში. თქვენი უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში საერთო ბიუჯეტის 25%-ს მიიღებს. ფაქტიურად, მაგრამ ცოტა სხვანაირად ითვლება, მე დეტალურად გავიაროთ ჩვენ ეს საკითხი, იმიტომ რომ რაღაც ხარჯები იქ travel-ი მაგალითად არ შედის 25%-ის დათვლისას. მე რომ გაჩვენეთ თქვენ ბიუჯეტის ფორმა, Annex A, იგივე იქნება ფაქტიურად advance grant-ზე, თქვენ როდესაც შეგყავთ ის ფინანსური ინფორმაცია, რომელიც არის ის ციფრები, ასე ვიტყოდი, ბიუჯეტის, ის ავტომატურად პროგრამა ავტომატურად ითვლის იმ პროცენტს, რომელიც უნდა აიღოს ინსტიტუცია. მადლობთ, გასაგები. აი ეს host institution რაც შეეხება, შეიძლება იყოს ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტი ან ინსტიტუტი ან კვლევითი, შეიძლება, ხო? და არ ემთხოვდეს ჩვენს უნივერსიტეტს. ვერ გაგეთანხმებით ამ შემთხვევაში. უყურეთ, host institution-ი უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და ამ შემთხვევაში მე რა საკვირველია გირჩევდით, რომ ეს იყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. გასაგებია, მაგრამ თქვა ჩვენთან არ არის შესაძლებლობა, იმიტომ რომ იცით რა არის, აქ კომპიუტერების ძალიან მაღალ დონეზეა და სისწრაფეზე საუბარი. რომ ჩემი იდეები განვახორციელო აქ და შესაძლოა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტში, სადაც სათანადო კომპიუტერული ქსელი არსებობს, გამიგეთ, მე იმიტომ გეკითხები. ამას.
მოგახსენებთ ორ გზას ამის გამოსავლის. ერთი ის არის, რომ თქვენ გერმანიის უნივერსიტეტი შესაძლებელია გყავდეთ პარტნიორ უნივერსიტეტად, ან თქვენ შესაძლებელია ასევე თქვენი უნივერსიტეტისათვის დამატებით 1 მილიონით მოიპოვოთ შესაძლებლობა, რომ იყიდოთ ის ხელსაწყო დანადგარები, რომელიც არ არის საქართველოში, იყიდოთ ის ძვირადღირებული კომპიუტერები და უკვე თლიანად ინსტიტუციაში განახორციელოთ ეს პროექტი და ბენეფიციარი იყოს საქართველო და არა გერმანია. გასაგებია. დიდი მადლობა და ბოლო შეკითხვა მაქვს ასეთი. ეხლა ჩემი კარიერის მანძილზე დაახლოებით 70 სამეცნიერო პუბლიკაცია მაქვს მე. აი რო შევდივარ თქვათ ResearchGate-ზე, თითქმის ყოველ კვირა მთხოვენ ესეთ რაღაცას, რომ 40 თქვენი პუბლიკაცია არ არის ღია წვდომაში. ხალხი ვერ კითხულობს, თუ შეიძლება დადეთ ღია წვდომაში. აქ ეხლა საქართველოს, იმიტომ რომ ეკონომიურად ჩვენ რა თქმა უნდა სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ამის საშუალება, იმიტომ რომ ღია წვდომაში ქალბატონო ეკატერინე რო დაიდოს ნაშრომი, რედაქცია ითხოვს $3000 გადახდას. Open access-ის ესე იგი შემთხვევაში და ეხლა $3000 რო გადაიხადო თვითონ ნაშრომში საქართველოში რო ღია წვდომა ეს წარმოუდგენელია. გერმანიისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ალბათ ამერიკის სამყარო უნივერსიტეტებისთვის, UK-ისთვის ისინი ზრუნავენ თავის მეცნიერების ნაშრომები, რომ დაიდოს ღია წვდომაში, ამას მეცნიერი არ იხდის. ხო და აი აქ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ციტირებების რაოდენობა უშუალოდ უკავშირდება რამდენად ღია წვდომაშია თქვენი პუბლიკაცია და შეამჩნევთ რომ საშუალოდ რო ავიღოთ ქართველი მეცნიერები და აიღეთ UK-ის მეცნიერი წარმოუდგენლად მაღალია მათი ციტირება. არავითარი შედარება არ არის. იმიტომ რომ მათი პირობები აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი პირობებისაგან. ხო და ეხლა ეს რამდენად ხელშემშლელი იქნება ჩვენთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ? დიახ, აი თანაბარ პირობებში ვართ ფაქტიურად, მაგრამ მეორეს მხრივ ციტირებების რაოდენობით კოლოსალური განსხვავება. იქ 5000, 10000 ციტირება ისი აქვს როგორც არაფერი და ჩვენ რამოდენიმე ასეული გვაქვს. იმიტომ რომ არ არის ნაშრომები არ იდოება და კითხულობენ აბსტრაქტებს ფაქტიურად ანოტაციას ხალხი და ნაშრომს ვერ ხსნიან. ნუ რა ვქნათ, ასეთია ვითარება ჩვენი ეკონომიური. აი ეს რამდენად ხელშემშლელი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის? ეს ბოლო შეკითხვაა ჩემი. დიდი მადლობა დასმული კითხვისათვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ბევრჯერ შემოსულა მსგავსი კითხვა. ძალიან მტკივნეული საკითხია, გეთანხმებით. და მე არ მიხსენებია და ეხლა დავამატებ იმას, რომ ზოგადად ევროპული კვლევების საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნა არის open access-ი. ანუ ფაქტიურად პუბლიკაციები თქვენი საგრანტო თემატიკაზე უნდა იყოს ყველა ძირითადად გაკეთებული open access-ის საიდან არ გვაქვს ამის საშუალება. არა, თუ კი გრანტს მიიღებთ, იმ შემთხვევაში ამას ვამბობ, ანუ თანხა უნდა იყოს წინებული, გათვალისწინებული. ეხლა დაფინანსებულ პროექტს თუ დაფინანსდა, ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა. ეხლა რაც შეეხება ამ მტკივნეულ საკითხს, სადაც საქართველოს საკმაოდ სუსტად პოზიციონირებს, ჩვენ გვაქვს CV შესავსები, როგორც გითხარით, ხო? გარდა ამისა, არის ეგრეთ წოდებული track record, ხო? 10 years track record. იქ უნდა ჩვენ შევძლოთ, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და თუ ესა თუ ის პუბლიკაცია არ იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო open access-ში, მაგრამ არის მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, ეს რამდენიმე წინადადებით უნდა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, გავაბოლდოთ და ვაჩვენოთ, რომ
მე რა რო არა აქვს ასეთი მაღალი ციტირება, ეს იმიტომ არა აქვს, იმიტომ კი არა აქვს, რომ არაა მნიშვნელოვანი. არამედ იმიტომ, რომ ვერ გავაკეთეთ ამისი გამოქვეყნება საერთაშორისო პუბლიკაციებში. გაითვალისწინებენ ამას. გეტყვით, იმიტომ იყო მე ძალიან ბევრი ჩემი სლაიდების დაუთმე იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად მომგებიანად წარმოვა ჩვენ სამეცნიერო მოღვაწეობას. გეტყვით, კი, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს მაღალი H-ინდექსი ან ციტირების ინდექსი, სხვადასხვა ინდექსები, მაგრამ იყოს შემთხვევები, გამარჯვებული პროექტები, აგერ ჩვენ გვყავს ერთი ახალგაზრდა ქართველი სანდრო შელეგია, რომელსაც ციტირების ინდექსი არ ჰქონდა მაღალი, დაახლოებით 10-მდე ჰქონდა, როგორც მე ვიცი, და მან აიღო ეს პროექტი, იმიტომ რომ დაინახეს რა დარგში მუშაობს, ბოდიშ ვიხდი. ეკონომიკის დარგში იყო ბატონი სანდრო, არის მოღვაწეობს. უსურვებდი წარმატებას. დიახ, საამაყოა. მაგრამ ჩვენ ასევე ვისურვებდი, რომ ის არ არის ბენეფიციარი საქართველოსგან. ჩვენ გვინდა ბენეფიციარი საქართველოსგან. აი ეგ უკვე სად მოღვაწეობს? რომელ ქვეყანაში მოღვაწეობს ქალბატონო ეკატერინე? ესპანეთში მოღვაწეობს ბატონი სანდრო. ხო და აი უყურეთ რამხელა განსხვავება, იცით, რომ იგივე პიროვნება აქედან რო იყოს, შეიძლება მაგ წარმატებისთვის ვერ მიაღწიე. გამიგეთ, აი ეს ჩვენი უბედურება. აქედან გასული ქართველი ხახწევს და აქ ვერაფერს ვერ აღწევს, გამიგეთ. მოვახცევთ, აი ჩვენ უნდა აუცილებლად ყველა ჩვენ შრომას მოაქვს შედეგი მე ამას მჯერა და ურმესი მადლობა. მადლობა თქვენ დაინტერესებისათვის და მე მზად ვარ გაგიწიოთ კონსულტაცია. მადლობთ. თუ გაქვთ კითხვები, ვიმე არა. არ მინდა ჩემი ხელისაწევა. ბატონო ერეკლე, თქვენ გაქვთ ხელი აწეული? დიახ, ქალბატონო ეკამა, ერთი მოკლე შეკითხვით მინდა მოგმართოთ. ეს წარმატებული შემთხვევა, ანუ кейსი, რაც წარმოგვიდგინეთ, ეს მაინტერესებს, ანუ რომელი წლის ქოლის წარმატებული შემთხვევაა, იმიტომ რომ წლებით რო ვიმსჯელოთ, როდი? სხვადასხვა წლებია, ერეკლე. ბევრი წლები მაქვს მოყვანილი, ანუ ზოგი ახალია, ზოგი შედარებით ძველია. ფაქტიურად ბევრი ლინკებია ჩემ პრეზენტაციაში, რომელიცაც მე იქნება გაზიარებული. აი ეს კონკრეტული ადამიანი, ვისი CV-ც იყო, სურათიც არის და ასე შემდეგ, ანუ ესპანეთში რომელი წელია? ან დაახლოებით რო ვიცოდე, ბოლო წლებზე ვსაუბრობ თუ, იმიტომ რომ ნახე რომ PhD-ს ამბობს რომ 2004 წლებში დავასრულეო და consolidating-ში უკვე ვერ ხვდება თუ კი ბოლო წლებზე არის საუბარი. დაახლოებით მინდა დავადგინო რომ ადრე წლების იყო ეს ბატონი. მაგრამ არის მოყვანილი ახლებიც. უბრალოდ მე ძალიან მომეწონა მის მიერ წარმოდგენილი CV. როგორ იყო, როგორ ლაკონურად, ამიტომ მოვიყვანე CV-ისთვის ეს. თუმცა, როდესაც შეხვალთ ამ ბატონის პირად გვერდზე და როდესაც თქვენ აიღებთ გრანტს, გექნება თვალდებულება, რომ წარმოადგინოთ თქვენი გვერდი, ამ ბატონის ვებგვერდზე არის ასევე მისი საპროექტო განაცხადის სრული აღწერა, რომელსაც შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ. ყველას არ აქვს წარმოდგენილი, თქვენ დაშბორდიდან შეგიძლიათ იპოვოთ პროექტები და შემდეგ უკვე დაათვალიეროთ დეტალურად ყველა პროექტი. CV, ესეთი ინფორმაცია თუ როგორ წარადგინეს მათ საგრანტო კონკურსში, ყველას არ აქვს ესე ფართოდ გაზიარებული. ამიტომ შესაძლოა ეს მომეწონა ამ შემთხვევაში და ეს წარმოვადგინე. კარგი, მადლობა, დიახ. კი ბატონო. დიახ, თუ გაქვთ კიდე კითხვები? დიახ. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება? ისმენთ? მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს? აი ამ პროექტის კონსოლიდატორის გრანტის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი, რომ გუნდის ლიდერი, რა თქმა უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც 7-დან 12 წლამდე აქვს დაცული, მაგრამ თვითონ გრანტში ჩართული პირები იყვნენ ლიდერზე ასაკით უფროსები და უფრო მეტი კარიერული გამოცდილება ჰქონდათ, ოღონდ ჩართული იყო როგორც წევრები.
ერთი კითხვა ეს მაქვს და მეორე კითხვა მაქვს, გარდა იმისა, რომ საპროექტო წინადადება იწერება და უნდა დარეგისტრირდეს, თუ ხდება მერე შემდგომში ზეპირი ფორმით დაცვა ამ ზეპირი ფორმით გამოსვლა, თუ მხოლოდ წერილობითი ფორმით არის? კიდევ ერთხელ ბოლოს ვერ გავიგე, ბოლო კითხვა, მეორე კითხვა რა იყო? გრანტის წარდგენის შემდგომ საპროექტო წინადადება როცა დარეგისტრირდება გარკვეული ეტაპის მერე ზეპირი გამოსვლაც არის აუცილებელი კომისიის წინაშე თუ მხოლოდ საპროექტო წინადადება იტვირთება? დიდი მადლობა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. დიახ, კონსოლიდეიტერ გრანტის შემთხვევაში თქვენ უნდა აჩვენოთ ერთგვარად, რომ თქვენ გადადიხართ იმ ეტაპზე, რომ ხართ აბსოლუტურად ხდებით დამოუკიდებელი მკვლევარი. და ერთგვარად მიღწეული გაქვთ თქვენ სამეცნიერო დამოუკიდებლობას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, აი advance grant-ისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ კონსულტანტი, რომელიც არის უფრო გამოცდილი ვიდრე თქვენ და ის იყოს ჩართული პროექტში მონაწილედ. ფაქტიურად პირველ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შეგიძლიათ. რაც შეეხება მეორე კითხვას, მას შემდეგ რაც პროექტს თქვენ გააგზავნით აი ამ სახით, რომელიც მე წარმოგიდგინეთ, გაივლის პირველ ეტაპს, სადაც ხდება ტექნიკური ექსპერტიზა, შემდეგ შეფასება ხდება ექსპერტების მიერ, სადაც შეფასდება ტექნიკური ნაწილი part A და part B ერთი და მოიპოვებს შეფასება A-ს გადავა მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე უკვე ფასდება მხოლოდ part B2, ანუ სრული სამეცნიერო ნაწილი, ანუ სრული საპროექტო განაცხადი. და ამ შემთხვევაშიც მიიღებს მოწონებას და მიიღებს შეფასებას A-ს, შემდეგ ევროკომისია თქვენ დაგეკავშირდებათ და გთხოვთ ჩაბრძანებას ბრიუსელში და მოგიწევთ 9 საათიანი, მაქსიმუმ 9 საათიანი პრეზენტაციის გაკეთება. ფაქტიურად 9 საათში იქნება თქვენი პრეზენტაციაც და კითხვა-პასუხები. კი, ჩემი პასუხია, რომ ორივე ეტაპის დადებითი შეფასების შემდეგ აპლიკანტი, ეგრეთ წოდებული PI, მიდის ბრიუსელში მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით და გადის ინტერვიუს პანელის წევრებს წინაშე. ეს არის ჩემი პასუხი. თუ ამომწურავია, მადლობთ. მადლობთ თქვენ კითხვისთვის. თუ არის კიდევ კითხვები? ქალბატონო ეკატერინა, დიდი მადლობა, მინდა მოგიხადოთ ესეთი საინტერესო, დეტალური და საინტერესო რთული კომბინაცია არის ხოლმე როგორც წესი, დეტალური რაღაც უფრო რთულად ასახმელია, მაგრამ იმდენად საინტერესო პრეზენტაცია იყო, რომ ნამდვილად დეტალურად მოყვებოდით. მადლობას მოგიხდით კიდევ ერთხელ დამსწრეებს ჩვენთან მონაწილეობას ამ ეტაპზეც და შემდეგშიც მოგიწოდებთ და ყველაზე კარგი ნამდვილად ეკამ კიდევ ისახსენა, რომ YouTube არხზე შეგიძლიათ შევსების პერიოდში გამოიყენოთ როგორც ინსტრუქცია და თქვენ ცნებაზე გააჩეროთ, შეავსოთ. მიუხედავად ამისა, რა ეტაპზეც არ უნდა გქონდეთ, რა შეკითხვაც ან რა პრობლემაც, ესეთი პროფესიონალი ქალბატონი ეკატერინე დაგვეხმარება ამ კითხვების გასაცემად. დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის დღევანდელ საღამოს. დიდი მადლობა ბატონო ლევან თქვენი თანადგომისთვის. მინდა მადლობა ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაუხადო ესეთი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის არა მხოლოდ ეროვნული ოფისის, არამედ ქართველი მეცნიერების, რომელიც აიძლევა ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევძლოთ გქონდეს წვდომა ასეთ დიდ ბიუჯეტთან, ასეთ ძლიერ დაფინანსებასთან და ფაქტიურად მოვიპოვოთ სრული ავტონომიურობა ჩვენ სამეცნიერო მოღვაწეობაში. ძალიან დიდი მადლობა
ასევე თქვენ თითოეულ თქვენთაგანს რო აი გაგვიძელით ეს ნახევარი და გვისვინეთ. იმედია რომ დაგაინტერესებთ ეს საგრანტო კონკურსი და არაერთი წარმატებული საპროექტო განაცხადი შევა საქართველოსდან ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით. მინდა ყველას წარმატება გისურვოთ და დაგემშვიდობოთ. აგერ არის კიდევ ერთხელ მითითებული ჩემი იმეილი, ჩემი ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამიკავშირდეთ, მომწეროთ, მე მზად ვარ თქვენ გემსახუროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კარგად. მადლობთ.